მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადიგენის რაიონში, ჩემს მეგობრებთან ერთად ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჭიხრაძე. როგორც იცით, გუშინ ღამით იყო სტიქია სოფელ გომაროში ჩამოწვა მეწყერი და ეს უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში მეოთხე მეწყერული მოვარდნა იყო და ეს ადამიანები თითქმის 1 წელია ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას იმისთვის, რომ გაიგონ, იქ ცხოვრება შეიცავს თუ არა საფრთხეს და საერთოდ შეიძლება თუ არა იმ ტერიტორიაზე ცხოვრება. როგორც ყოველთვის მთავრობა, ქართული ოცნება რეაგირებს სტიქიური უბედურებების შემდეგ და ახორციელებს შემდეგ ქმედებებს. ხო, ისინი ამბობენ, რომ სტიქიური უბედურება ყველგან ხდებაო და ესეც მორიგი შემთხვევა იყო. ბევრჯერ გავუსვით, ჩვენ კახეთში ვიმყოფებოდით, თელავში მოხდა სტიქიანთან დაკავშირებით და იქაც იგივე სიტუაცია იყო. ხელისუფლება, რომელიც უნდა ზრუნავდეს ხალხს და სტიქიურ უბედურებებს აზღვევს პრევენციული ღონისძიებებით. ეს არის ყველა იმ დასავლურ ქვეყნის მაგალითი, სადაც კი ხდება სტიქიური მოვლენები, მაგრამ სტიქიური მოვლენები არ აყენებს იმ მასშტაბის ზიანს ადამიანებს, რა მასშტაბის ზიანს საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენები აყენებს აქ ცხოვრებ ადამიანებს. მე პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო 17 წლის გარდაცვლილ ოჯახს. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ერის ტრაგედია, უმძიმესი შემთხვევაა და ამ უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ქართული ოცნების ბინძური პროპაგანდა, რომელიც ადამიანების ტვინების გამორეცხვაზეა ორიენტირებული უბინძურეს პროპაგანდას და უბინძურეს საინფორმაციო მეთოდებს მიმართა და თითქოს თქვენი აქტივისტი იყო მკვლელი. ჩემს პარტიაზე თითქოს გიორგი სიორიძე იყო დამნაშავე და ესეთი ბინძური მეთოდებით იბრძვიან ეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ დაკავებულები იყვნენ რეალური საქმით, რომელიც ემსახურება აქ ცხოვრები ადამიანების სიკეთეს, კარგ ცხოვრებას, მაგრამ არა, ქართული ოცნება როგორც ყოველთვის იმ მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში მათი ყოფნა შეინარჩუნოს, რომელიც ბინძურია და ის პროპაგანდისტვის მომუშავე ადამიანებიც არიან ბოროტი ადამიანები, ცუდი ადამიანები, რადგან ჩვენ ვნახეთ ონისე ოქრიაშვილის მაგალითად. სწორედ ამ პროპაგანდისტვის მომუშავე ადამიანების დანაშაულია უდიდესი, რომ მივიღეთ ის, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ესე მუშაობს ქართული ოცნება და ჩვენ დღეს გომაროში ვიმყოფებოდით, ეხლა ვიმყოფები მე მთაში, ფერსათის მთაზე. ეს არის უმაღლესი წერტილი ადიგენის რაიონში და აქ ადიგენის მაღალთიანი სოფლების, სოფელ გომაროს, ანავის, უტყისუბანის, მოხის და სხვა ბევრი სოფლის მოსახლეობა, რომელიც მისდევს მესაქონლეობას, წელიწადის 5 თვეს ატარებს აქ. მაგრამ ამ ადამიანებს აქ არ გააჩნიათ არც ელექტროენერგია და არც აქამდე მოსასვლელი გზა არ არის კარგი. არიან უმძიმეს პირობებში, არა და ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ვინც ნობაც ქმნის, პატრიოტი, მშრომელი, პატიოსანი ხალხი და ამ ადამიანებს ჭირდება ყურადღება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ აქ ცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც მისდევენ მესაქონლეობას, აწარმოებენ ნატურალურ პროდუქტს, რძეს, ყველს, კარაქს. ამ ადამიანებს ჭირდებათ ყურადღება, რადგან ჩვენ გვითხრეს, რომ როდესაც დაახლოებით 5 წლის წინ აქ მთაში ამოყავდათ ჯამში დაახლოებით 30,000, 25,000 საქონელი, წელს ეს რიცხვი უკვე შემცირებული 10,000-მდე, რადგან არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას და აქაც ამ რაიონშიც, როგორც სხვა უამრავ რეგიონში თუ მუნიციპალიტეტში კორუფცია ჭამს ხალხის ფულს, ნეპოტიზმი ჭამს აქ ყოფი ადამიანების ცხოვრებას. იგივე ხელწერაა ყველგან თითქმის სადაც ჩავდივართ, ხდება კორუფციული სქემები, რომელიც აქ ცხოვრები, სხვაგან ცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ჭამს. მოგვიყევით, აი ნუ რა კორუფციის რა ტიპის სქემა მუშაობს ადიგენის რაიონში მაგალითად? ქართულ კორუფციის სქემები დიდი ფანტაზია არ აქვს, თითქმის ბევრ მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე კორუფციული სქემები და ნიშნები იკვეთება. ადიგენის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადიგენის მერის ოჯახის ახლობლები, ნათესავები ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები გამარტივებული შესყიდვებით იგებენ ტენდერებს, აწარმოებენ და შემდეგ მარტივად ხდება იმ კორუფციული სქემების გაშიფრვა, რაც ამასე ბევრი საერთაშორისო გამჭვირვალობას წერს და უამრავი სტატია დაწერილი ამის შესახებ, რომ ადიგენი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თუ როგორ შეიძლება მოიპარო ხალხის ფული, როდესაც ხელისუფლებაში ხარ. აი ეს მდგომარეობა მოსახლეობიან რაიონში, როგორიც ადიგენია. მოსახლეობაა, მაგრამ თქვენ დამეწყრილ ზონაში იმყოფებოდით ამ დღის განმავლობაში, ამ საათების განმავლობაში თუ გამოჩნდა ვინმე ხელისუფლებიდან, მიდის თუ არა თქვა გაწმენდითი სამუშაოები, ეხმარებიან თუ არა ამ ოჯახებს. ახლა კადრში მე ვნახე, რამდენიმე სახლი ნახევრად არის ჩაფლული მიწაში, მანქანები დაფარულია დამეწყრილი მასით. საბედნიეროდ მსხვერპლი არ იყო და ადამიანები იმ სახლებში არ იმყოფებოდნენ, ნაწილი სწორედ იმ სოფლიდან
აქ ამოდის და აქ ცხოვრობს იმ 5 თვის განმავლობაში, რაზეც ვისაუბრე, ვინც მესაქონლეობას მისდევს. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეს ადამიანები ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას. ჩვენთან საუბარში რაც აღნიშნეს, რადგან ამ ადამიანებს სურთ გაიგონ ინფორმაცია, ღირს თუ არა იმ ტერიტორიაზე ცხოვრება და რა საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლეს. მიმართვა იყო მანამდეც გაკეთებული? კი, ეს უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში მეოთხე მეწყერული მოვარდნა იყო ამ სოფელში. გომაროში, სოფელ გომაროში, სადაც დილით ვიმყოფებოდით. ასევე ამ ადამიანებს თუ ეს გეოლოგიური დასკვნა დაიდება და საჭიროა რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ეს გეოლოგიური დასკვნა, უნდა მისცენ ამ ადამიანებს შესაბამისი კომპენსაცია, რათა ამ ეს ადამიანები, როდესაც დატოვებენ იმ შრომით და წვალებით აშენებულ საკუთარ სახლებს, კონდეთ საშუალება რომ სხვაგან აიშენონ ისეთი პირობები, სადაც იცხოვრებენ ღირსეულად. დაახლოებითი კომპენსაცია, რაც ამ დროს ერთ-ერთ მოსახლეს გაეცა, ეს იყო 50,000 ლარი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, ვერცად ვერ გადავა ადამიანი, რომელიც ტოვებს საკუთარ სახლს, თავის საკუთარ კედლებს და სხვაგან უნდა აბარგდეს და გადავიდეს. 50,000 ლარი დღეს შეუძლებელია ადამიანმა რაიმე გააკეთოს, ან ახალი სახლი ააშენოს, ან რაიმე ქონება შეიძინოს, სადაც შეძლებს ცხოვრებას. აი ეს არის ქართული ოცნების მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების მიმართ დახმარება და რომელიც არ არის საკმარისი, რომ შეიქმნას ისეთი პირობები ადამიანებმა, რომ სხვა ტერიტორიაზე ღირსეულად იცხოვრონ. ჩვენ ასევე პირველ რიგში როდესაც დავდივართ რაიონებში, სოფლებში, ხვდებით მოსახლეობას, ჩვენი პირველ რიგში ფუნქცია როგორც ოპოზიციის ვხედავთ იმაში, რომ ხელისუფლება იძულებული გავხადოთ, რომ ამ ადამიანებს გაუწიონ დახმარება, ხელისუფლება იძულებული გავხადოთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული არ იყვნენ ხალხის ფულის ჭამაზე და ამ ადამიანებსაც მიაქციონ ყურადღება, რომლებიც შრომობენ საკუთარი პატიოსანი შრომით, უდიდეს შრომას წევენ ამ ქვეყნისთვის. იგივე მძიმე სურათია ასევე საზღვრისპირა სოფლებში, საზღვრისპირა რეგიონებში, ვალეში ვიმყოფებოდით გუშინ, სადაც მეორე შახტის დასახლებაში უმძიმესი პირობებია, წყალი ჩამოდის ადამიანებს და იქ ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ შემდეგ ვარლამ ციკლაურის ახალციხის მერის განცხადება ვიხილეთ, რომ ჩვენი სახსრებითო ამასო ვერ მოვახერხებთო, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსები გავაკეთოთ. ასეთივე მძიმე სურათია ყველა რაიონში თუ სოფელში, სადაც ჩავდა. არავინ არ თხოვს ამისთვის, მთავარია როგორც წარმომადგენელმა იმუშაოს. არავინ არ თხოვს. ოთო, ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ადამიანები ითხოვენ საკუთარ ფულს, ხალხის ფულს. თქვენ კრიმინალი ახსენეთ წეღან და მინდა კონცენტრირდეთ ამ საკითხზე, მაინც რაც საქართველოში ამ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა წოდებულმა კაცმა, უბრალოდ წუხელ სამთავრობო იმედთან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა, რომ რაღაც ერთი ნეგატიური აქტი მოხდა ვერაზეო და ამის პოლიტიზირება სცადა ოპოზიციამო. აი სანამ ქუჩაში კრიმინალი ისე დათარეშობს და ფსიქიკურად გაუწონესწორებელ ადამიანებს იარაღს უტოვებენ სახლში, ჩვენ ვხედავთ უმძიმეს შემთხვევებს ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვის ბათუმში. 17 წლის ბავშვი პრაქტიკულად მოკლა ხელისუფლების გულგრილობამ, იმიტომ რომ ის იარაღი რომ მოეღოთ ამ ადამიანისგან, მაშინ მხოლოდ სიტყვიური შეურაცხყოფით დამთავრდებოდა ალბათ ის დაპირისპირება, რაც ვერაზე მოხდა. რას ფიქრობთ თქვენ, რატომ არცალია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რეალურად კრიმინალთან საბრძოლველად და რატომ იცლის მაგალითად იუმორისტების და ჟურნალისტების საცემრად და დასაჭერად? ჩვენ ვხედავთ სურათს ქართული ოცნების მმართველობის 14 წლის შემდეგ რა მივიღეთ. მივიღეთ ის, რომ პოლიცია, სასამართლო სისტემა, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს, აპატიმრებს ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს, სტუდენტებს, გოგონებს, უნივერსიტეტთან ადებს ხელბორკილებს და მერე მიყავს იზოლატორში. სასამართლო არის მურუსიძის ხელში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში არის სპეციალური დეპარტამენტი, რომლის რესურსი იხარჯება იმაზე, რომ ამ ადამიანებმა სტატუსები იკითხონ და თუ მათთვის მოსაწონი სტატუსი არ იქნება, შემდეგ ეს ადამიანები დააჯარიმონ, განსხვავებული აზრი დევნონ. ეს მივიღეთ ამ ტიპის ველური ავტოკრატია მივიღეთ ამ ქვეყანაში, სადაც იდევნება განსხვავებული აზრი ნებისმიერი ფორმით. ჩვენ შეიძლება ვიცით ერთი სქემა, რომ თუ ადამიანი დაწერს იმ სტატუსს Facebook-ზე თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რომელიც ქართულ ოცნებას არ მოეწონება, ეს ეგრეთ წოდებული კანონით დასჯადი გახადეს, მაგრამ ამ მეთოდს აქვს მეორე განზომილება. რეგიონებში ბევრს დავდივართ და ხვდებით მოქალაქეებს. ასევე ცენზურა მოქმედებს ადამიანები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან, ანუ ოჯახის წევრი ყავს საჯარო მოხელეები, პოსტების დალაიქებაზეც კი პრობლემა ექნებათ ამ ადამიანებს.
აი ამ დონეზე ჩავიდა ქართული ოცნება განსხვავებული აზრის დევნის კუთხით. მაგრამ ამ დროს ვხედავთ როგორი მდგომარეობა კრიმინალის კუთხით და რა ხდება, რა ტრაგედიები ხდება, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და უმძიმესია მართლა აი Facebook-ში და საინფორმაციოს როდესაც ვრთავ, აი უმძიმესი მოვლენები ხდება, ტრაგედიები ხდება და ეს მხოლოდ ერთი ოჯახების და ერთი ადამიანების ტრაგედიები არ არის, ეს არის მთელი ქვეყნის, მთელი ერის ტრაგედია, მაგრამ არსებობს ასევე ქართული ოცნების მედიები, სადაც გვესაუბრებიან იმაზე, რომ როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები, ამის შემდეგ როგორ უნდა შევინარჩუნოთ თუმე სიმშვიდე მაშინ, როდესაც ქუჩაში 17 წლის ბიჭს კლავენ, მაშინ როდესაც მეწყერი ჩამოწვება და ამაზე რეაგირება არ აქვს წინასწარ ხელისუფლებას დაგეგმილი, ამ დროს ჩვენ სამთავრობო მედია პროპაგანდისტული საშუალებები გვეუბნებიან имас, რომ გასწავლით როგორ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, როგორ იყოთ ბედნიერები. აი ეს არის ეს ქართული ოცნება. ანუ ქართული ოცნება და ასეთ ქვეყანად გვაქციეს, სადაც ცდილობენ ამ ყველაფრის ნორმალიზებას და ხომ არ დაიწყო შეგუება, ვთქვათ, ასეთ პროცესებთან. აი თქვენ რეგიონებში მოგზაურობთ ეს დღეები, 1-2 კვირა მე ვხედავ, რომ ლელო აქტიურად არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რას ამბობს ხალხი, როცა ხედავს ოპოზიციის წარმომადგენლებს? რას ითხოვენ ისინი თქვენგან? პირველ რიგში ჩვენ ვისაც ხვდებით, მოქალაქეებს საქართველოში, სოფლებში, რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ გაანალიზებული აქვს და ხვდებიან, რომ ამ ქვეყანას ესაჭიროება ცვლილებები, თავარია ჩვენ, ოპოზიცია, ვიყოთ მათთან ერთად, გავაჟღეროთ მათი პრობლემები, შევთავაზოთ ჩვენი ხედვები, თუ იმის შესახებ როგორი მდგომარეობა იქნება, როდესაც ქართულ ოცნებას მოვიშორებთ. ამ ადამიანებს კარგად ესწავლებათ, როგორი მდგომარეობა საკუთარ რაიონში, სოფელში, როგორი კორუფციული სქემები მუშაობს, რაიონები, სოფლები პატარებია და კარგად ვიცით, ყველა ერთმანეთს იცნობს და ადამიანები მარტივად ხვდებიან, თუ რა სქემით პარავს მას ხელისუფლება ჯიბიდან რა სქემით უღებს ფულს და როგორ მართავს ეს სისტემა ამ ქვეყანას და რა დღემდე მიიყვანა და რა დღეში ჩააგდო ეს ქვეყანა. ამას კარგად იაზრებს საქართველოს მოქალაქეები, თავარია რომ ოპოზიცია არ გაჩერდეს, იყოს ხალხთან, მათ გვერდით იდგეს, მათი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იყოს, არ დატოვოს პირისპირ ქართული ოცნებასთან საქართველოს მოსახლეობა, მათი პრობლემების ყოველთვის გამჟღერებელი იყოს და არა მარტო გამჟღერებელი, ყოველთვის ხახადოს ხელისუფლება იძულებული რომ არ იყოს მხოლოდ ორიენტირებული რაღაც Facebook სტატუსების დევნაზე და განსხვავებული აზრის დევნაზე და კორუფციაზე, ორიენტირებული იყოს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენი მიზანია ეს ბრაზი, რაც კერებად არის სრულად საქართველოში ერთად შევკრათ და ამ ადამიანებს ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად არჩევნების დღეს უთხრათ უარი. ძალიან დიდი მადლობა.